მუნის შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში. ინფიცირებული იყო ერთი ოჯახიდან 2 მოსწავლე. გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები დღეს ამ კონკრეტულ სასწავლო დაწესებულებაში იმყოფებოდნენ და შესაბამისი რეკომენდაციები გასცეს. ეპიდემიოლოგის განმარტებით ამ ეტაპზე აფეთქების საშიშროება არ არის. მუნი ადვილად გადამდები კანის დაავადება არის, ინკუბაციური პერიოდი 7 დღეა, რის შემდეგაც კლინიკური გამოვლინება იწყება. დამახასიათებელი არის ძლიერი ქავილი, რომელიც ღამით და სითბოში ძლიერდება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში დაფიქსირდა მუნის 2 შემთხვევა. ბავშვები უკვე გამოჯანმრთელებულები არიან, მათ აქვთ ექიმის რეკომენდაცია, რომ შეუძლიათ დაუბრუნდნენ სასწავლო პროცესს. ჩვენ ვიცით, ზოგადი მდგომარეობა საქართველოში არის გავრცელებული მუნი. 2 შემთხვევა არ ნიშნავს, რომ არის ეპიდემია და კარანტინია საჭირო. თვითონ სკოლის ექიმმა ჩაატარა ლექცია საუბრები კლასებში მუნის პრევენციასთან დაკავშირებით. ჩემი სამსახურის თანამშრომლებიც ვიმყოფებოდით დღეს იმ საჯარო სკოლაში, ვესაუბრეთ სკოლის დირექტორს და ექიმს და მივეცით რეკომენდაცია თუ ბავშვებმა როგორ უნდა დაიცვან თავი მუნის შემთხვევებისგან, კერძოდ რომ არ შეიძლება მუნი გადაეცემა ვიცით დაინფიცირებული კანთან შეხების დროს უშუალოდ, ამიტომ ერთ-ერთი პრევენცია არის, რომ ბავშვებმა ერთმანეთს არ ჩაეხუტონ, არ გადაკოცნონ, ერთმანეთს არ ათხოვონ თავიანთი ტანსაცმელი და ასევე თავიანთი პირადი ნივთები. სკოლაში ატარებენ დეზინფექციას, მათ აქვთ ხსნარებით სადეზინფექციო და ზომები მიღებულია.